მოგესალმებით მეგობრებო, შოთექს. სალამი. სალამი ძმაო. მოკლედ ახლა გვინდა შევეხოთ ძალიან მოკლედ ბაჩაშვილთან დაკავშირებულ საკითხს. და რატომ ჩავთვალეთ გუშინ ახლა სტატუსი დავწერე, მაგრამ შემხვდა გუშინვე დღესაც პოსტები, პირდაპირ ეთერები, ასე შემდეგ, სადაც საუბარია რომ ბაჩაშვილი არ უნდა გამოსაჯოთ. და ეს კაი ხალხის პოსტებია და გამოსვლებია პოლიტიკოსების, ინფლუენსერების, ჟურნალისტების, აქტივისტების, ისეთი ხალხი, ვინც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის. და ისინი ამბობენ, რომ აი ბაჩაშვილის თავს ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, სხვა ყველაფერი გადახდა ამ ადამიანს და სოლიდარობა გამოუცხადოთ რა დროს მისი განსჯავა. კი ბატონო, გეთანხმებით? ბაჩაშვილის საქმე მაჩვენა, რომ დაწყებული გამოძიებიდან დამთავრებული საქართველოს პარლამენტით სისტემა მთლიანად იყო ჩართული ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინტერესის დასაკმაყოფილებლად და ყველანაირ უკანონობაზე წავიდა. კი ბატონო. მაგრამ ეს ხომ არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ამავე სისტემის ნაწილი იყო ბაჩიაშვილი წლების მანძილზე და ამავე სისტემის ფარგლებში მოიპოვა ის უზარმაზარი სიმდიდრე, რის გაყოფასაც ბიძინა ივანიშვილი თხოვდა. ანუ ეს არის ერთიანი კრიმინალური სინდიკატი. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. შეიძლება ამის გამო შოთექს მომავალში ბრალიც წაგვიყენონ რეჟიმის არათუ ლეგიტიმაციას არა. ამოჭრიან ამას, ამოჭრიან და სასამართლოზე მოგვიტანენ, მაგრამ ნუ ეხა სათქმელი უნდა იყოს. პოლიციელი მოვა და იტყვის რომ მე აღვიქვი რომ ლეგიტიმურობას. მოწოდება იყო ეს, ხო? მოკლედ, ამ კრიმინალური სინდიკატის წევრი იყო და ამ კრიმინალური სინდიკატის წიაღში იშოვა ის მილიარდები, რის გაყოფასაც ბიძინა ივანიშვილი მას თხოვდა. შესაბამისად, ამას შეფასება უნდა მივცით. თუ ბიძინა ივანიშვილს ვებრძვით, ამას შეფასება უნდა მიეცეს. მომავალში რა იქნება? მომავალში ბაჩიაშვილმა კეთილი ინებოს და ობიექტური გამოძიების პირობებში ითანამშრომლოს, აანაზღაუროს ის ზიანი, რაც ქართულ ხალხს, საქართველოს ბიუჯეტს მიაყენა, ითანამშრომლოს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, მე ბიძინაც თუ აანაზღაურებს ზიანს, მე ვიფიქროთ თქვათ იქნება თუ არა საპროცესო შეღავათები, ხო? ეხლა ეს ვიღაც შეიძლება მოეჩვენოს რაღაც არარეალურ სცენარად, მაგრამ ეხლა ჩვენ ყველაფერს თავის სახელით დავარქვათ და რა მოხდება? უფრო შეუძლებელი რაღაცების გვინახავს. კი ბატონო. ამას ეს მე უკვე მომავალი გამოაჩენს. ახლა რაც შეეხება რატომ იშოვა სინდიკატის წიაღში, რატომ ამბობთ ამას? დენი მიცეს ელექტროენერგია მიცეს რაღაც შეღავათებში, თეთრებში, კაპიკებში, ხო? საგადასახადო შეღავათები დაუწესეს. აბა რომელიმე თქვენგანს განსაკუთრებული რაღაც საგადასახადო სტატუსი მიანიჭეს იმ ფერმას ბიტკოინებისას, რომელშიც ეს მილიარდები დააგენერირა. აბა რომელიმე თქვენგანს მოენდომებინა იმ პერიოდში ბიტკოინების ასეთი უზარმაზარი ფერმის მოწყობა თუ შეძლებდა. ვერავინ ვერ შეძლებდა. ბიძინა ივანიშვილის კურთხევის და უშუალო ჩართულობის გარეშე. შესაბამისად, ეს ფული, რასაც ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილს ედავებოდა და არა მხოლოდ ბაჩიაშვილის წილიც, ასევე არის ქართული ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული. და ამას შეფასება უნდა მიეცეს. ახლა რაც შეეხება მეორე საკითხს. ეს არის, რომ აი ბაჩიაშვილი, როგორც ბიძინასგან ტანჯული, უნდა იქნეს ჩვენს მიერ ესეთად აღიარებული და თუ ესე ბიძინასგან შევიწროებული ხალხი არ მივიღეთ ჩვენს რიგებში, ანუ ბიძინას რეჟიმის მოწინააღმდეგეთ რიგებში, მაშინ რეჟიმს როგორ დავამარცხებთ? ნუ ეხლა რა თქმა უნდა მე არავითარ ცენზორს არ წარმოვადგენ სადღაცას ვიღაცის მიღების ან არ მიღებისა. უბრალოდ აქ არის ერთი მარტივი საკითხი. თქო ოჯახაშენებულებო, ბაჩიაშვილის მიმართ უსამართლობაზე რო წუხარ. ბაჩო ახლა იას ოჯახის თავზე რაც დატრიალდა უკანასკნელ პერიოდში. ამის შეფასება მაშინ მივცით ამას. რაიმე სამართლებრივ სტანდარტში ჯდება ის, რაც მას გაუკეთეს და რაც მის ოჯახს გაუკეთეს. აი სულ რაღაც 1-2 თვის ამბავია, მეტი ხო არა. ან ესე ბიძინასგან წამოსულ ხალხს, ვინც აქეთ მხარეს კიდე გვაგინებს და გულანძღავს და ისევ ავიწროვებს. მაგალითი ხო გვაქვს, რომ მაგათგან აფერი არ გამოდის. აი გახარიას მაგალითი. ხალხს თვალები დათხარა
და ოპოზიციურ ფლანგზე ჩავიხუტეთ ამ 4-ეულიდან, ვინც არჩევნებზე გადიოდა ნებისმიერს მივცეთ ხმა, არაა პრობლემა, ოღონდ 51 არ იქნება შემოხაზული, რომ ვიძახ. ის გახარია რომ იმ 51-ის წიაღში შობილი და იმის გაგრძელება იყო, აგერ ახლაც არ დასტურდება კაცო. ჩვენ სინამდვილეში ქოცური ელიტა კი არ გვყავს ჩასახუტებელი. ჩვენ ქოცებისგან მოტყუებული და დღემდე ქოცებისგან ტყუილში მყოფი საქართველოს მოსახლეობა ყავს გამოსაღვიძებელი და მათთვის არის ასახსნელი რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და ეგ ხალხია მოსამხრობი. თორე ელიტები ვინც ბიძინას წიაღში სტატუსი მოიპოვა, ვინც ბიძინას წიაღში ფინანსები იშოვა, ეგ ხალხი ყოველთვის ბიძინასთან დალაგებას ამჯობინებს, ვიდრე ბიძინასთან ბრძოლას. ბიძინასთან ბრძოლა შეიძლება მხოლოდ მაშინ გადაწყვეტონ, როცა თვალთ რაღაც ეს წონასწორობის ქანქარა ირყევა და შანსი დაინახა თქვა ბაჩიაშვილს რომ შერჩენო და ის რაც ბიძინას თავისწილად მიაჩნია და არა იმიტომ დაუპირისპირდა რომ აი ქართულ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე წუხდა, ხო? და თუ ჩვენ არ ვიქნებით მკაფიოები, თუ ჩვენ ნათლად არ ჩამოვაყალიბებთ პოზიციებს, რომ ბიძინას წიაღში ჩადენილი კრიმინალი, ბიძინას წიაღში ბიუჯეტის ძარცვა, ეს მიუღებელია, მიუხედავად იმისა, ეს ადამიანები მე რომელნავში ჩახტებიან და გადახტებიან. აი იმ ხალხს როგორ დავარწმუნებთ, ვინც დღემდე ბიძინა ივანიშვილის საყრდენად რჩებიან. მოქალაქეებზია საუბარი. ისე ხო არ არის რომ მხოლოდ თქვა რაღაც 100,000 ხმას ინებს. ესე ხო არ არის. არსებობს საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, ქართველი ხალხის დიდი რაოდენობა, ვინც 41-ს ხაზავს. ამა თუ იმ მოტივაცია. აი იმ ხალხს თუ არ უჩვენეთ, რომ ჩვენ ფორმაგი სტანდარტებით არ მოქმედებთ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება კი არა, კორუფციის დამარცხება ამოცადა. მხოლოდ ოთარ ფარცხალაძის ციხეში გამომწვევა კი არა, კრიმინალის დამარცხება თავარი ამოცანა. როგორ გავიმარჯვებთ? და ხო, შოტექს ძალიან სწორი აქცენტი ჰქონდა ფარცხალაძესთან და ხარიბაშვილთან დაკავშირებით. აი ეგეც ხო, ეგენიც გამოსასარჩელებლები არიან, იმიტომ რომ ფარცხალაძის მიმართ სისტემა არანაკლებ მკაცრია, ვიდრე ბაჩიაშვილის მიმართ იყო. ჯერ არ მოუტაცებიათ მართალია, მაგრამ რომ მოიტაცონ ეს ხო იმ სურათს არ ცვლის, რომ შესაძოდი არაფერი არ ჭირს ფარცხალაძეს და ამით უცებ რაღაცა კარგი ადამიანი არ გამხდარა რა. იგივე არის ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც. ბაჩიაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქართველი ხალხის ფული გაიყო თანამზრახველ ბიძინა ივანიშვილთან და ეს ესე უნდა დარჩეს. სხვა ამბავია, რომ არც ეს ბაჩიაშვილი არ უნდა მოიტაცო და არც არავინ არ უნდა მოიტაცო და ციხეში არც არავინ არ უნდა ცემო, მაგრამ ახლა ბაჩიაშვილისგან გამოჩორკნა რაღაცა ბიძინას მოწინააღმდეგის პატიოსანი ადამიანის და სისტემის მსხვერპლისა არის ისურველი უბრალოდ უაზრო, უშინაარსო ცდელობა იმისი, რომ იქნებ თან მოტივაციასაც ვერ ხვდები რა შეიძლება ამისი იყოს სიმართლე რომ ვთქვა. არასდროს ბაჩიაშვილი ობიექტური შეხედულებებით არ იხელმძღვანელებს არავისთან ურთიერთობისას. მათ შორის არც ჩვენთან, არც ჩვენს ხარესთან, არც თავისუფალ ადამიანებთან ურთიერთობის დროს. ბაჩიაშვილი დარჩება ამ სინდიკატის წევრად, იმიტომ რომ თქვენ ყველამ ნახა ხო, როგორ მიდიან სინდიკატის წევრები სინდიკატიდან, რომ რჩებიან ერთგულ ქოცებად, როგორც ღარიბაშვილმა თქვა. ფარცხალაძე რომ გამოიჭირო ხოლმე ჟურნალისტებმა, დარწმუნებული ვარ მაგას სიტყვის, რომ მე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერად ვრჩებიო და არაფერი პრობლემა არ მაქვს ბიზნესთან და პირიქითო, ხო, როგორც ყველამ გააკეთა. თორნიკე რიჟვაძე და გვაუწყდა ასევე ხსენება, ვიზე ნაკლები მსხვერპლია ყველაზე მეტი, ალბათ იმან გაიღო სიცოცხლე ლამის, ხო? ამისთვის ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ ხა დითი რამბები უნდა უძღვნათ. ეს უკეთეს ადამიანებად იმათ არ ხდის. კრიმინალური გარჩევების შედეგად დაზარალებული კრიმინალები არ ხდებიან ამ დაჭრის გამო და დაზარალების გამო და რაღაცა იმის გამო, რომ მათი მოკლა უნდათ და მათი ჩაჩოჩება უნდათ. უკეთესი ადამიანები ისინი რჩებიან ისევე კრიმინალებად, სანამ შინაარსიანი რაღაც არსებითი თვითრეფლექსია არ ექნებათ და ამის შესახებ ყველა არ გავიგებთ. კი ბატონო. მოკლედ, ამის თქმა გინდოდა, რომ ბიძინას კლანთა შორის ბრძოლის ფარგლებში ჩვენ ფოკუსი არ უნდა აგვერიოს. ჩვენი ამოცანა არის ამ რეჟიმის დემონტაჟი, ჩვენი ამოცანა არის საქართველოს კორუფციის, კრიმინალის გარეშე.